ამ წლის ეს სერიები დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ, ხო და აქ მაქვს Samsung-ის A27, A27 და A57 მოდელები. ვისაუბროთ და გავარკვევთ, რომელი არის თქვენთვის საუკეთესო. Let's go. დავიწყოთ A27-ით. დიზაინის მხრივ კლასიკურად გვაქვს Samsung-ის დიზაინი, არაფერი შეცვლილა, წინ და უკან გვაქვს Gorilla Glass Victus Plus-ი, ჩარჩოკი პლასტმასისაა. IP68 მტვრისგან და წყლისგან დაცვაც გვაქვს და იწონის 200 გრამს. შესანიშნავი არჩევანია Samsung-ისგან უკანა პანელზეც დაცულ შუშას რომ ხვდებით, უფრო პრემიუმ შეგრძნებას ტოვებს. პლასტმასის ჩარჩოკი ამ საფოსტო კატეგორიაში გასაკვირი ნამდვილად არაა. დიდი სანაბეჭდი სკანერი ჩართვის ღილაკზე გვაქვს. ეკრანი 6.7 ინჩიანი Super AMOLED პანელია 120 Hz განახლების სიხშირით და Full HD+ რეზოლუციით. ფერები კარგი აქვს და წინა მოდელისგან განსხვავებით შეიცვალა selfie კამერის ჭრილი. აღარ არის წვეთისებრი ფორმის, რაც პირადად მე არ მომწონებია არასდროს და ასეთი კამერის კუნძული ეკრანზე ბევრად უკეთესი ჩანს. რატომზეა ეს? ჩიპსეტს ხვდებით Snapdragon 6 Gen 3-ს, რომელიც ნამდვილად არაა საუკეთესო თამაშებისთვის. ყოველდღიურობაში მშვენიერია ნამდვილად, თუმცა ბიუჯეტურ smartphones თუ ეძებთ თამაშებისთვის, ეს კონკრეტული საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ იქნება. Just so you know. One UI 8.5-ზე მუშაობს ეს smartphone და Samsung-ი 6 წლიან განახლებებს კუპირდება, რაც ცოტა არ არის ნამდვილად და უდიდესი ლайკი. მართლა. 5000 mAh-იანი ელემენტი გვაქვს ისევ და ისევ 25 ვატიანი დამუხტვით. ადაპტერი ყუთში არ მოყვება, არც A მოდელს, არც A27-ს, არც A57-ს. ესეც just so you know იცოდეთ. სამ კამერას ხვდებით A27-ში, მთავარი 50 მეგაპიქსელიანი, ultra-wide 5, ხოლო მესამე 2 მეგაპიქსელიანი მაკრო კამერაა. Selfie კამერა კი 12 მეგაპიქსელიანია. ოკეი, გადავიდეთ A27-ზე. ზუსტად იმავე Gorilla Glass Victus Plus შევხვდებით უკანა პანელსა და ეკრანზე. ჩარჩოკი აქაც პლასტმასია. IP68 მტვრისგან და წყლისგან დაცვა გვაქვს ამ მოდელში. Smartphone-ი კი 196 გრამს იწონის, ცოტათი უფრო მსუბუქია. ეკრანი აქაც 6.7 ინჩიანი Super AMOLED-ია 120 Hz განახლებით. პიკურის კაშკაშა კი 1900 ნიტია. მთის ნაბეჭდის სკანერი ეკრანშივეა ჩაშენებული. Exynos 1480 გვხვდება ჩიპსეტად, რომელსაც შედარებით უფრო შეუძლია თამაშებით დაიტვირთოს, თუმცა თუ გულწრფელობა თამაშებისთვის A57 არის ყველაზე კარგი არჩევანი ამ სამიდან. A27-ში ასევე ხვდებით One UI 8.5-ს, ასევე 6 წლიანი განახლებებით. უდიდესი ლайკი მართლა. ისო ხვდებით 5000 mAh-იან ელემენტს, თუმცა A27-თან შედარებით ბევრად სწრაფად იმუხტება 45 ვატით, რაც არის ძალიან cool, ძალიან მაგარი. კამერებსაც შეეხება, აქაც რა თქმა უნდა 3 კამერა გვხვდება, მთავარი 50 მეგაპიქსელიანი, A27-თან შედარებით უფრო დიდი სენსორით, 8 მეგაპიქსელიანი ultra-wide, ხოლო მაკრო კამერა 5 მეგაპიქსელიანია. Selfie კამერა 12 მეგაპიქსელიანი გვაქვს ეკრანზე. ამ smartphones 4K-ში შეუძლია ვიდეო გადაღებაც. დღეისთვის ბოლო და ამ სამ შორის საუკეთესო smartphone-ის დროც მოვიდა. A57-ის დიზაინში შევხვდებით Gorilla Glass Victus Plus ეკრანსა და უკანა პანელზე, თუმცა დანარჩენი ორისგან განსხვავებით, ალუმინის ჩარჩო აქვს, ანუ ბევრად პრემიუმ შეგრძნებას ტოვებს ხელში და მართლა ეგრეა, კარგად ზის ხელში. ამას დამატებული 179 გრამს იწონის, რაც ასევე შესანიშნავია, ძალიან მსუბუქი smartphone-ია და კაია ძალიან. IP68 მტვრისგან და წყლისგან დაცვაც გვაქვს ამ smartphone-ში. 6.7 ინჩიანი ეკრანი Super AMOLED Plus პანელით, 120 Hz განახლების სიხშირით და 1900 ნიტი პიკურის კაშკაშით გვაქვს ამ ეკრანზე, რაც არის შოკი. უდიდესი შოკი. HDR+-იც აქვს, რაც უკეთეს განათებასა და კონტრასტს გვთავაზობს HDR კონტენტზე. საუკეთესო ფერები და განათება შეხვდება მოკლედ ამ ეკრანზე და მართლა ძალიან cool. თითის ნაბეჭდის სკანერი ეკრანშივეა აქაც ჩაშენებული. Exynos 1680 გვაქვს ჩიპსეტად, რაც თამაშებისთვის საკმაოდ კარგია, მაღალ გრაფიკებსაც გაართმევს თავს და მოკლედ როგორც უკვე ვთქვი, ამ სამ შორის გრაფიკული დატვირთვისთვის ეს მოდელი უფრო არის მზად. One UI 8.5 გვხვდება, რა თქმა უნდა, ამ მოდელშიც ასევე 6 წლიანი სისტემური განახლებები. სტანდარტულად აქაც შევხვდებით 5000 mAh-იან ელემენტს 45 ვატიანი სწრაფი დამუხტვით. კამერები ისევ 3 გვაქვს, A27-თან შედარებით უკეთესი ultra-wide. მთავარი 50 მეგაპიქსელიანი, ultra-wide 12, ხოლო მაკრო 5 მეგაპიქსელიანია. Selfie კამერა აქაც 12 მეგაპიქსელიანია. უმეტესად ეს სამი მოდელი საკმაოდ გაუსერთბანეთ, თუმცა ვიტყოდი რომ მაგალითისთვის A27 არის A57-ის 60%, A27 კი A57-ის 80-85%. დღის ბოლოს გააჩნია რას ეძებთ თქვენ. საუკეთესო ბიუჯეტურ smartphones Samsung-ისგან A57-ის სახით, A27-ს და მის მშვენიერ ეკრანს სწრაფი დამუხტვითა და დიდი ელემენტი თუ A27-ს, რომელსაც ასევე კარგი ელემენტი და ყოველდღიური დავალებების კარგად შესრულება შეუძლია. სამივეს ლინკს რა თქმა უნდა აღწერაში ნახავთ. არ დაგავიწყდეთ Zoomer-ის არხის გამოწერა, ასეთი ვიდეოები რომ არ გამოგჩნდეთ, რა თქმა უნდა, მე კი შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.